ქართული ოცნება განათლების სისტემაში სადავო ცვლილებების ამოქმედებას ჩქარობს. ყობახიძისეული რეფორმის ძალაში შესვლამდე 3 თვეც აღარ რჩება. 11 წელი სკოლაში 12-ის მაგივრად, 3 წელი უნივერსიტეტში 4-ის მაგივრად. შეცვლილი საგრანტო პირობები, შემცირებული ფაკულტეტები. Როგორ დაეწევიან ამ ცვლილებებს ის ახალგაზრდები, რომლებიც სკოლას ამთავრებენ. მომდევნო წლის პროგრამებისა და ჩასაბარებელი საგნების ნუსხა უნივერსიტეტების მიხედვით დიდი ხანია გამოქვეყნებულია და აბიტურიენტებმა სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დაიწყეს გამოცდებისთვის მზადება. ბევრ უკვე სტუდენტშიც, ლექტორშიც და ასე შემდეგ, ზოგადად ამ აკადემიურ სფეროს მოღვაწეებში ძალიან ბევრი კითხვისნიშანი გააჩინა. წარმომიდგენია, რამდენი კითხვისნიშანი აქვს აბიტურიენტებს ნებისმიერ სფეროში გატარებული რეფორმა. დღეს იქნება ეგრეთ წოდებული რეფორმა, რადგან არ არის ეს განათლების სფეროში გატარებული რეფორმა, არ არსებობს დღეს ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ სფეროში გატარებული რეფორმა, არ არსებობს დღეს ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯი. სპეციალისტები რეფორმის მინუსად მიიჩნევენ იმასაც, რომ ადგილების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მცირდება. ანუ სასურველ ფაკულტეტსა და სასწავლებელში მაღალი ქულების პირობებშიც კიდევ უფრო ნაკლები ახალგაზრდა მოახერხებს ჩარიცხვას. ახალ ცვლილებებზე გადაწყობა რთულად ესახებათ უმაღლეს სასწავლებლებსაც, რომლებსაც სულ მცირე 5 წლის გეგმა უკვე გაწერილი აქვთ. ისეთი რეფორმა შემუშავებული, რომ მოგება მიიღოს სულ ვიღაცამ ან რაღაცამ, ოღონდ არა სტუდენტებმა და არა ახალგაზრდობამ და არა აკადემიურმა სივრცემ, ეს არის შენობების დაცლის, შინაარსისგან დაცლის, ფიზიკურად დაცლის და გაყიდვის და გაუქმების გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ნაკლებზე. ნაკლები სტუდენტი, ნაკლები შენობა, ნაკლები პროფესორი, ნაკლები ცოდნა, ნაკლები ღიაობა, ნაკლები განათლება. ეს არ არის განათლების რეფორმა. ეს არ არის მიზანი იმისთვის, რომ განათლება უკეთესი გახდეს, ვიდრე მანამდე იყო. აქ არის ძალიან მერკანტილური გეგმები, ერთი რომ მოათვინიერონ განათლების სისტემა, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები, მეორე რომ საქართველოში აქციონ არა განათლების ქვეყნად და ცოდნის ქვეყნად, არამედ მომსახურების ქვეყნად და მესამე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იზოლაციაში მოაქციონ საქართველოს დასავლეთისგან. ვინი ხეირებს ოცნების განათლების რეფორმით? პროფესორ-მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ცოდნის მაძიებელი ახალგაზრდები ნამდვილად არა. ავტონომიურობის განულება, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პროფესორების ჩამოშორება და საქართველოს განათლების სფეროს დასავლური სისტემების განიზოლირება. სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეგრეთ წოდებული რეფორმის მიზნები სინამდვილეში ესაა. ისინი გამოკვეთენ ოცნების კომერციულ მიზნებსაც. დეველოპერული გეგმები თავად ყობახიძემ გაამხილა. უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში, რომელთა შენობებიც არ გაიყიდება, მან მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და თეატრალური უნივერსიტეტები, კონსერვატორია და სამხატვრო აკადემია დაასახელა. ყოველი მიღებული გადაწყვეტილება მართველი პროგრესული რეჟიმის მიერ ხად მიზანს ემსახურება, ეს არის რეჟიმის გაძლიერება და საქართველოს იზოლაცია, ჩამოშორება დასავლეთისაგან და რუსეთის ორგანულ ნაწილად გადაქცევა. მოკლევადიანი მიზნები შეიძლება ესე გამოვყოთ, რომ ერთი არის წმენდა, აქ საუბარი არის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, ხო და რეჟიმი ამბობს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე გიხდით ფულს და ვისაც ვუხდი, ის მე უნდა მემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ ამოვიკითხოთ ზოგადად მიდგომა, როგორი არის მთავრობის ამ რეფორმის განათლების სფეროსადმი, რომ საუნივერსიტეტო სივრცეს, უკვე ჩამოყალიბებულ საუნივერსიტეტო სივრცეს თბილისში ხედავს როგორც ბიზნეს არეალად. ეს განათლების რეფორმა გამოიწვევს არა განათლების სფეროს გაუმჯობესებას, არამედ თაობების დაზიანებას, რომელიც იქნება შეუქცევადი პროცესი. ქართული ოცნების მთავრობის მეთაურმა საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი ერთი თვის წინ წარადგინა. ირაკლი ყობახიძემ პრობლემებს შორის დაასახელა სტუდენტების 85%-ის კონცენტრაცია თბილისში და ფაკულტეტების დუბლირება. გამოსწორების გზად კი დასახა პრინციპი: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. პრობლემად ასევე დაასახელა ჭარბად მოზიდული უცხოელი სტუდენტები და თქვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში სწავლის მსურველები მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში უნდა მიიღონ.